სახელმწიფო ზრუნვაში 3 ბავშვი გარდაიცვალა გასულ წელს მომხდარი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია სტუდია მონიტორს მიაწოდეს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მათგან ერთი 3 თვის გაბრიელი კლინიკაში შიმშილის დიაგნოზით შეიყვანეს. ერთ მიმღებ ოჯახში კი 1 თვის შუალედით 2-6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მონიტორის ინფორმაციით ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამ პერიოდში ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ცოლი რუსუდან კოხოძე იყო. მონიტორმა ზრუნვის სააგენტოს კითხვებით მიმართა, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე კითხვა გვაქვს თქვენთან. ზრუნვის სააგენტოში 3 თვის გაბრიელი გარდაიცვალა, მინდობით აღზრდაში იყო და რა იყო მისი გარდაცვალების მიზეზი? დიდი შეხლა ნამდვილად მეჩქარება და მალნუტრიცია იყო ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი წყაროს ინფორმაციით. შეისწავლეთ, მე აღარ მუშაობ ზრუნვის სააგენტოში უკვე დიდი ხანია. რამდენი ხანია? ცოტა ხნის წინ იქ იყავით. მართლა აღარ მუშაობ. გარკვევით. ეს შეისწავლეთ, თქვენ დროს მოხდა და კიდევ 2 ბავშვი გარდაიცვალა იქ. მოკვლევა თუ იყო? მე დარწმუნებული ვარ პასუხს. თქვენ დროს მოხდა 2024 წლის ივლისში და დეკემბერში. აღარ მუშაობ. თქვენ იყავით ხელმძღვანელი. ჩქარება, თუ კითხვები გაქვთ მიმართეთ ზრუნვის სააგენტოს, თუ აუცილებელი იქნება მე ვუპასუხო ამ კითხვებს, შევთანხმდით და მე ხელმძღვანელი საბჭოზე არ მოხდა გატანა. რატომ დამალეთ ეს ფაქტები? ბავშვების გარდაცვალების 2024 წელს მოხდა. არაფერი არ დამიმალავს და ძალიან გთხოვთ ბრალდებებისგან თავი შეიკავოთ. მიმართეთ და ოფიციალურად მიიღებთ პასუხი. დაიწყო თუ არა გამოძიება? რა შედეგები დადგა? ამის შესახებ ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. არაერთი მცდელობის მიუხედავად ჩვენ მათგან პასუხები ვერ მივიღეთ. რაც გასაჯაროვდა ეს ფილმი და ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არაფერი არ შეცვლილა ამ მხრივ. აი ამ მზადების პროცესში თავად სააგენტოს ხელმძღვანელი წავიდა თანამდებობიდან და რამდენიმე მისი მოადგილეები, როგორც ვიცი, პასუხისმგებელი პირები ყველანი წავიდნენ ამ სააგენტოდან და რა ეტაპზეა და საერთოდ მიდის თუ არა გამოძიება, ჩემთვის უცნობი არის. პროფესიულ წრეებშიც არიციან ამის შესახებ და ისინიც თავად ძალიან წუხან ამის შესახებ, რომ აი ეს ფაქტები შეიძლება ესე დარჩეს და კითხვებს არ გაეცეს პასუხი. რა მოხდა რეალურად და რა გამოიწვია 3 ბავშვის გარდაცვალება მინდობით აღზრდაში.